მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა ჩავწეროთ ჩვენი ლონა თოჯინის თმების მუქსოვა. ვაგეთებთ რკალს, აი ასე და 6 ჰაეროვანი თვალი გამოგვაქვს. 1 2 3 4 5 და 6. 6 ჰაეროვანი თვალი მოგზაოთ და ესე შევავიწროთ თვლები მეგობრებო. გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგზე 6 ნამატი გავაკეთოთ. გავაკეთოთ 6 ნამატი. პირველ თვალში უყრით. შავი ძაფირო ცოტა რთულია. ქსოვა. პირველ თვალში 2 თვალი. მეორე თვალში 2 თვალი. მესამე თვალში 2 თვალი. ეს უკვე 6 თვალი გვაქვს. მეოთხე თვალში 2 თვალი. მეხუთე თვალში 2 თვალი. და მეექვსე თვალში 2 თვალი. სულ გამოგვივიდა 12 თვალი. მარკერით მოვნიშნოთ მეგობრებო და გადავიდეთ მესამე რიგზე. მესამე რიგზე 1 თვალი და ნამატი უნდა მოგზაოთ. 1 ჰაეროვანი თვალი მოგზაოთ. მეგობრებო, ჩემი ყაიზნახი 2 და 20-ია. თვებზე, ტანსაცმელზე ცოტა დიდი ყაიზნახი უნდა აიღოთ. მაგრამ მე ტანზე, სახეზე და ფეხებზე, მთლიანად ტანზე და სახეზე თოჯინაზე 2 მგ-იან ყაიზნახს ვხმარობ. ხოლო ტანსაცმელზე, ემოზე 2 და 20-ია სმებზე. 1 ჰაეროვანი თვალი მოგზაოთ, მეორე თვალში ნამატი. რიგის ბოლომდე 1 თვალი და ნამატი მოგზაოთ. ერთხელ უკვე მოგზაოთ 1 ჰაეროვანი თვალი, მეორე თვალში ნამატი, ეს უკვე 2. მესამე თვალში ვგზავთ 1 ნამატი და 1 ჰაეროვანი თვალი უკაცრავ და 1 ნამატი. მეოთხე თვალში ვგზავთ 1 ჰაეროვანი თვალი, 1 ნამატი. მეხუთე თვალში ვგზავ 1 ჰაეროვანი თვალი, 1 ნამატი. და მეექვსე თვალში ვგზავთ მეგობრებო 1 ჰაეროვანი თვალი და 1 ნამატი. გაცრავთ. სულ გამოგვივიდა 18 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 2 თვალი და ნამატი უნდა მოგზაოთ. 1 2 თვალი და ნამატი. რიგის ბოლომდე მეგობრებო 2 თვალი და ნამატი მოგზაოთ. ერთხელ უკვე გავაკეთეთ. მეორეთი ვაკეთებთ 2 თვალი და ნამატი. მესამე თვალში ნამატი. 1 ჰაეროვანი თვალი, მეორე ჰაეროვანი თვალი, ხოლო მესამეში ნამატი. რიგის ბოლომდე 6 ჯერ გავიმეოროთ მეგობრებო და გავაგრძელოთ. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე მეგობრებო 3 თვალი და ნამატი უნდა მოგზაოთ ბლო თვალებით. ანუ უკანა ფრთებზე უნდა მოგზაოთ. თვალი არის ესე არ ჩანს კარგად შავი ძაფიროა. უკანა 1 2 აი მეგობრებო 2 ფრთა არის. უკანა ფრთაზე უნდა მოგზაოთ. 2 3
ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. რიგის ბოლომდე ბლოთლებს მოგხსოვთ 3 თვალი და ნამატი. 1 2 3 ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. რიგის ბოლომდე ჩავიდეთ, ესე ყველა თვალი ბლოთი მოგხსოვოთ, 3 თვალი და ნამატი და გავაგრძელოთ. გადავდივართ მეექვსე რიგზე. მეექვსე რიგზე ჩვეულებრივად უნდა მოგხსოვოთ 4 თვალი და ნამატი. ჩვეულებრივად ორივე მხარეს ვიღებთ უკვე 1 2 3 4 4 თვალი და მეხუთე თვალში ნამატი. 4 თვალი და ნამატი რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ და გავაგრძელოთ. მოგხსოვოთ მეგობრებო 4 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 36 თვალი. გადავდივართ მეშვიდე რიგზე. მეშვიდე რიგზე ისევ ბლოთლებით უნდა მოგხსოვოთ 5 თვალი და ნამატი. ისევ უკანა მხარეს უნდა მოგხსოვოთ ბლოთლები, უკანა მხარეს 1 2 3 4 და 5. ხოლო მეექვსე თვალში ნამატი. სულ ბლოთლებით უნდა მოგხსოვოთ რიგის ბოლომდე. რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ 5 თვალი და ნამატი ბლოთლებით და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 5 თვალი და ნამატი ბლოთლები, სულ გამოგვივიდა 42 თვალი. გადავდივართ მერვე თვალზე. მერვე თვალზე ჩვეულებრივი თვლები 6 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6. ხოლო მეშვიდე თვალში ნამატი. 6 თვალი და ნამატი ჩვეულებრივად რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, მერვე რიგი 6 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 48 თვალი. გადავდივართ მეცხრე რიგზე. მერვე რიგზე ვიყავით უკაცრავად. მეცხრე რიგზე ისევ ბლოთლები უნდა მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 7 ბლოთვალი უკანა ფრთავზე. 1 2 3 4 5 6 7. მერვე თვალში ნამატი. 7 თვალი და ნამატი ბლოთლებით რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ. მოგხსოვეთ 7 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 54 თვალი. გადავდივართ მეათე რიგზე. მეათე რიგზე 8 თვალი უნდა მოგხსოვოთ ჩვეულებრივი თვლებით. 1 2 3 4 5 6 7 8, ხოლო მეცხრე თვალში ნამატი. 8 თვალი და ნამატი რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 8 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 60 თვალი. ეხლა ყველა თვალში რაერთს გავაკეთებ ერთად, დანარჩენი თქვენ დამოუკიდებლად გააკეთეთ. 46 ხაეროვანი თვალი ავიღოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 და 30.
31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46. 46 ჰაეროვანი თვალი ავიღეთ. ყველა თვალში, თითო თვალში მეგობრებო, ერთი ჰაეროვანი თვალი მოგსოვოთ. აი ასე. ყველა თვალში 45 ჰაეროვანი თვალი უნდა გამოგვივიდეს. აი ესე მოგსოვოთ ყველა თვალში თითო თვალი. ჩავიდეთ ბოლომდე და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგსოვოთ 46 თვალზე 45 თვალი. ეხლა მეგობრებო, ერთ თვალს ვახტებით და მეორე თვალში უყრით. აი ასე. და პირველ თვალს ვაცურებთ უკანა თვალში. აი ასე. ეხლა ისევ 46 თვალი ამოვიყვანოთ. 7, 8, 9, 10. ესე მეგობრებო, რიგის ბოლომდე 46 თვალს ამოგსოვთ ყველა თვალში. 45 თვალს მოგსოვთ, შემდეგ ერთ თვალს გადაახტებით, მეორე თვალში ჩაამაგრებთ. რიგის ბოლომდე ჩავიდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენ თმების მოგსოვა. 46 ჰაეროვანი თვალი, Z 45 ჰაეროვანი თვალის ამოგსოვა, ერთნამატიანი ჩვეულებრივი თვალით. მოგსოვით ესე გარშემო, მე ბლოზე ავედი, ერთი ასვლას ბლოზე როგორ უნდა გააკეთოთ. ყველა ბლოთ დარჩენილ თვლებზე უნდა მოგსოვოთ. 1, 2, 3 და მაღლითა რიგზე ავით და შეხედეთ მაღლა, აი თვლები რო გვაქვს ზედ ამოწეული, ამაში გავუყრით, გამოგსოვთ, აი ასე, გაცურვას გავაკეთებ და ისევ Z 46 თვალს ავიღებთ. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45 და 46. ყველა თვალში მეგობრებო, თითო ჰაეროვან თვალს მოგსოვთ. სულ ყველა თვალში ბოლომდე. შემდეგ განახებთ. მოგსოვეთ მეგობრებო ბოლომდე. ეხლა სულ პირველ რიგში ერთ თვალს ვახტებოდით და მეორე თვალში ვამაგრებდით ჩვენ თმის ღერებს. მაგრამ მაღლა რიგებში ორი თვალს უნდა გადავახტეთ. აი 1, 2 და მესამეში ჩაუყაროთ. თუ ხშირი და ესე სქელით მაგინდათ, შეგიძლია ისევ მეორე თვალში ჩაუყაროთ. ისევ 46 თვალი და ესე ბოლომდე მეგობრებო, ბოლომდე გავაგრძელოთ ესეთ ქსოვა. ყველა ფლო თვალში უნდა მოგსოვოთ აუცილებლად. ასე იგი, ეხლა მე გეტყვით, მეხუთე რიგის ფლოში უნდა გავაკეთოთ. მეხუთე რიგი პირველი ფლო, თავიდან რაც იწყება. მეხუთე რიგის ფლოში უნდა გავაკეთოთ 46 ჰაეროვანი თვალზე დამოვაქსოთ, შევავსოთ მთელი კრუგი. ასე ყოველ მესამე თვალში უნდა ჩაუყაროთ, ჩავამაგროთ. პირველ რიგში, სუდაბლითა რიგში, ყველა მეორე რიგში უნდა ჩავამაგროთ. შემდეგ ასევე უნდა ჩავამაგროთ მეშვიდე რიგში, მეშვიდე რიგის ეხლა ვქცევთ მეშვიდე რიგის მე ვქცევ ეხლა, მეცხრე რიგში უკვე მოგსოვილი მაქვს და სულ ბოლოში. ესე მოგსოვოთ ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ.
მეგობრებო, მოგხსოვე თმები, აი ასე და ეხლა დავამაგროთ ქინძის თავებით. დასაწყის მეგობრებო, წარბიდან 2, 4, 6, 8, 10 რიგი გადაითვალეთ და მან დაამახსოვრეთ. ეხლა ეს ძაფი თავზე გვაქვს. არ დაგავიწეთ ბოლოში ძაფი დატოვეთ, თუ დაგავიწყებათ დატოვება, შეგიძლიათ ახალი ძაფი გააკეთოთ. ესე ვაჭუთ თავში და გამოგვაქვს სულ თავში, აი აქ. აი ნებსიც გავტეხე ხო მაგარი ვარ. ერთი წუთით გავაგრძელო, დიდი ნებსი ავიღე. ძალიან დამენანა ის ნებსი, კარგი წვრილი ნებსი იყო. იქ არა უშავს. ეხლა მეგობრებო, ესე ჩამოვიტანოთ თმები, აი აქ. აი ესე რომ დაჭიმავთ თმას, დაინახავთ კიდევაც, აი ამ ნასვრეტებში. გონი კარგად ჩანს. ესე გავკეროთ. ამ ნასვრეტებში უნდა გავკეროთ. აი ეს პირველი თმები ჩამოვწიოთ ესე. თმები არ გაგიქცეთ მეგობრებო, ამიტომ ქინძის თავით დაამაგრეთ გარშემო. აი ახლა ერთი თვალით უკან უყრი, ერთი თვალით წინ გამოვდივარ. აი ასე. ისევ ერთი თვალით უკან, ერთი თვალი წინ. ისევ ერთი თვალი უკან, ერთი თვალი წინ. თანასწორეთ მეგობრებო თმები, გვერდზე არ წავიდეს ან რამე. ასე ბოლომდე მეგობრებო, აი ესე უნდა გავკეროთ ჩვენი თავი. ერთი თვალით უკან, ერთი თვალით წინ. ცოტა ძნელია უკვე თოჯინა გაიზარდა. მეგობრებო, ჩემი გვერდიდან გინდა Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ შემოხვიდოთ ნინო ჰენდმეიდზე და ნახოთ ჩემი თოჯინები. თუ რომელიმე სასურველი, ყველას ახლა რასაც აქვსო, მაგის ვიდეოები არ მაქვს დადებულები. ვისაც თუ რამე თოჯინა მოგეწონებათ, ან თქვენი სასურველი თოჯინა გინდათ რომ მოგსოვოთ, შემეხმიანეთ, დაგეხმარებით ყველანაირად, ერთად ჩავწეროთ ვიდეო და ერთად გვსოვოთ. ეთყობა კიდევაც მეგობრებო, სად არის ნასვრეტები? ფულების დასაწყისში. ხილათ იყავით, ესე თმები არ მოგხვეთ შეგთ. ესე, ეს ქინძის თავი აღარ გვინდა. ახლა წინ. აი ასე. როგორი ჯაფა ხალხს გონიათ რომ რა არის ამდენ ფულსა როგორ გადავიხდიო ნაქსო თოჯინაში. აი უყურონ ვიდეოებს, რამდენი ჯაფა, რამდენი შრომა, რამდენი თანხა ჯდება. მე მაგალითად
თურქეთში ვცხოვრობ, ოჯახით თურქეთში ვარ წამოსული და აქ ვსვობ, აქ მაშვიდები მოღვაწეობ, რასაც ქვია და არასდროს ურჩევნია თურქს მეტი გადაიხადოს და ეკოლოგიურად სუფთა თოჯინა იყიდოს და თანხა გადაიხადოს თავის შვილისთვის, ვიდრე პლასმასებში და მებში ხარჯოს ფულები. ძალიან დიდი გრუპა გვაქვს WhatsApp-ის და დიდ ზაკაზებს ვიღებთ ბრელოკებზე ძალიან დიდი შემოსავალი ასევე ძალიან დიდი შეკვეთები, ასე იგი, რიარია იყიდება, რასაც ქვია სათამაშოები. რა თქმა უნდა, დიდი თოჯინების ისინიც არის, ესეთ თოჯინების, მაგრამ უფრო ბრელოკები და ეგეთი რაღაცეები, პატარა სათამაშოები უფრო იყიდება ხოლმე. გავაკეთოთ ესეც. ეს ძაფი მეგობრებო, გორი თავში ვთქვი, ალიზე კოტონის ძაფია, შავი ფერი. აი ასე. გავაგრძელოთ ჩვენი თავის გაკერვა. შიგნიდან შევყაროთ. აი ასე. ჩავამაგრო. გავაგრძელოთ ისევ გაკერვა. შავცაფზე ეს მეჯავრება ბამბები რო ამოყრობა. ესეც ასე. ძაფი თუ დიდი დაგჭათ, მეგობრებო, არაფრის ძიდებით არ მოწყვიტოთ, იმიტომ დაბლაც უნდა გავკეროთ. აი ასე. ეხლა მოვნიშნავ და განახებთ, როგორ უნდა გავკეროთ დაბლა. გავაგრძელოთ მეგობრებო, აი ესე უკან ყურიდან ეს ნელ-ნელა გავასწოროთ. ეხლა იმდენი ქინძის თავი არ მაქვს თან. ესე თავიდან ჩავიდეთ, წარბის გასწორილ დავიწყოთ შევსება. წარბის გასწორილ დავიწყოთ შევსება მეგობრებო. აი ასე. ესეც ასევე უნდა გავკეროთ. ძაფის უკანა მხარეში ჩავარჭოთ, გვერდზე ამოვიდეთ. აი ასე. ძალიან არ გაუჭიროთ, ისე უკან ბრუნდებით, მესამეში შევდივართ. როგორც თავი გავკერეთ, ასევე თმის ღეროებიც ასევე გავკეროთ. აი ეს ძალიან არ გაუჭიროთ მეგობრებო, ისე უკან ბრუნდებით, შემდეგში შევდივართ. ამბები ძალიან აყვება. ესე
უკან ბრუნდებით, უკანა ღერშით მისა წინ. ასე მეგობრებო, რიგის ბოლომდე გაკერეთ, ყურამდე, მეორე ყურამდე გაკერეთ. ძალიან მიჭირს გაკერვა, იმიტომ თუჯინა უკვე დიდია. დამოუკიდებლად გაკერეთ ყურამდე და შემდეგ გავაგრძელოთ. ეხლა უნდა მოგხსოვთ მეგობრებო თმის სამაგრები, აი ასეთი, ერთი ცალიც უნდა მოგხსოვთ, ყვითელი და თეთრი გხსოვთ და ასევე უნდა მოგხსოვთ ცისფერი და ფოსფორისფერი. ვაკეთებთ ჰაეროვან რკალს, მაგიკურ რკალს ვაკეთებთ და 6 თვალი, გაცრავად. და 6 თვალი ამოვიღოთ. 1 2 3 4 5 და 6. ყველა მეორე რიგზე ვართ, ყველა რიგზე, ყველა თვალში ნამატი გავაკეთოთ, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. მოგხსოვოთ 1 2 სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს, რომ რაზნებად შედის. 2 მეორე თვალში 2 თვალი, 3 4 მესამე თვალში ნამატი 5 6 მეოთხე თვალში ნამატი 7 8 მეხუთე თვალში 2 ნამატი 9 10 და მეექვსე თვალში ნამატი 11 და 12. სულ გამოგვივიდა 12 თვალი, 6 ნამატი, ანუ მარკერი ჩავამაგროთ. მესამე რიგში უნდა მოგხსოვოთ 1 თვალი და ნამატი. 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 ნამატი. ეს პროცედურა 6-ჯერ გავიმეოროთ. მეორე ნამატს ვაკეთებთ, 1 თვალი და ნამატი. მესამეთი ვაკეთებთ 1 თვალი და ნამატი, ანუ 1 თვალში 2 თვალი. მეოთხეთი ვაკეთებთ 1 ჰაეროვანი თვალი და 1 ნამატი. მეხუთეთი ვაკეთებთ 1 თვალი და ნამატი და მეექვსეთი ვაკეთებთ 1 თვალი და ნამატი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 1 რიგი 18 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ და მოგხსოვეთ 18 თვალი, გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 6-ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 ჰაეროვანი თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ, უკვე 2-ჯერ გავაკეთეთ. 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ 3-ჯერ. 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ 4-ჯერ უკვე. 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ 4-ჯერ, 5-ჯერ
ერთი თვალი მოვხსოვოთ, უკაცრავად მე 5 ჯერ გავაკეთეთ კი, მე-6-ეთ ვაკეთებთ, სულ 6 ჯერ უნდა გავიმეორთ, ერთი თვალის მოხსოვა ჰაეროვანი და ერთ თვალის ჩაკალება. გამოგვივიდა რამდენი თვალი? 12 თვალი. გადავდივართ მე რამდენი რიგზე? 1 2 3 4 5 მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე მეგობრებო, 6 ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. ყველა თვალში ჩავაკლოთ. ვიწყებთ ჩაკლებით ერთი თვალი, ერთხელ ჩავაკელით. მეორეთი ჩავაკლოთ. მესამეთი ჩავაკლოთ. მეოთხეთი ჩავაკლოთ. მეხუთეთი ჩავაკლოთ. და მე-6-ეთი ჩავაკლოთ. აი ასე. ეხლა მეგობრებო, ან მაკრატლის პირით, ან პინცეტით ძალიან პატარა ძაფი ბამბა ჩავტენოთ. თუ გინდათ მანამდეც ჩატენეთ, პირველ რიგს თუ ჩავიწყრობას დაიწყებ, სანამ 6 ჩაკლებას გააკეთეთ, მანამდე შეგიძლიათ გააკეთოთ. აი ესე. აი ასე. ორი ჩაკლება გავაკეთოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. მეორე თვალით ჩავაკლოთ. ძაფს არ ვჭრით მეგობრებო. ეს ზედმეტი ძაფს მოვაჭრი ახლა მარკერის ძაფს. აი ასე. 10 ჰაეროვანი თვალი ამოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ეხლა მეგობრებო, თქვენ თუ გინდათ სხვა ფერშიც გააკეთეთ, მაგრამ ორიგინალში ეს ფერები არის. ფოსფორის ფერს ვიღებ ეხლა. ეხლა მეგობრებო, ჯერჯერობით გვერდზე თვალში უყრით და გამოგვაქვს თვალი. აი ასე. ვიღებთ ეხლა ფოსფორის ფერ ძაფს, ვაკეთებთ თვალს და ამ ორ თვალში გამოგვაქვს. აი ასე. ჩავამაგროთ. ეხლა მეგობრებო, 6 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. გვერდზე თვალში ჩავდივართ. ამოყვავს მეორე. გვერდზე თვალში ჩავდივართ ისევე. მესამე. წინ თვალში გავდივართ. მეოთხე. უკაცრავად რაღაცა შემეშალა. მესამე, მოდი აქვე გავაკეთოთ მეოთხე პირველ თვალში, მეხუთე და მე-6. აი ასე. შევაერთოთ პირველ თვალთან. ესე შემოვატრიალოთ, რომ შიგნით დარჩეს უყომათვლები. გამოვიტანოთ თვალი და ჩავამაგროთ. ეხლა ყველა თვალში მეგობრებო, ორ ნამატი მოვხსოვოთ. 6 ნამატი. 1 2 სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს. 3
4 შეგიძლიათ ცალკეთ მოგხსოვოთ და მიაკეროთ მეგობრებო 5 6 7 8 9 10 11 და 12 აი ასე ეს მოვუჭრათ და შიგნით შევიტანოთ ცისფერი დაფი აღარა გვჭირდება ესეთ მეტი ძაფები შიგნით შევიტანოთ აი ასე გავაგრძელოთ მეგობრებო ეხლა მესამე რიგზე ვართ ერთი თვალი და ნამატი მოგხსოვოთ 6 ჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი ერთხელ ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი ორჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი სამჯერ და ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი 4ჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი 5ჯერ და ერთი თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალში ნამატი 6ჯერ სულ 18 თვალი გამოგვივიდა ეხლა გადავდივართ მეოთხე რიგზე მეგობრებო მეტოვის და ნაკლებობის გარშე 18 თვალი მოგხსოვოთ მოგხსოვეთ ერთი რიგი 18 თვალი გადავდივართ მეხუთე რიგზე ეხლა ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი ჩავაკლოთ რიგის ბოლომდე ასე მოგხსოვოთ 6ჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი ჩავაკლოთ ორჯერ უკვე ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი ჩავაკლოთ სამჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალიც ჩავაკლოთ 4ჯერ ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალიც ჩავაკლოთ 5ჯერ და ერთი თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალიც ჩავაკლოთ 6ჯერ დაგვრჩა 12 თვალი ეხლა მეგობრებო შემდეგ რიგში 6 თვალი ჩავაკლოთ 1 2 3 4 ეს წამიშლის ხელს მეხუთე თვალს ვაკლებთ აი ასე და ბოლო თვალით მე-6 ეხლა ისევ მეგობრებო ბამბით შევავსოთ სილიკონის ბამბით შევავსოთ ისევ
აი ეს. ეხლა მეგობრებო, ორი თვალით ჩავაკლოთ. ერთი და ორი. აი ასე. ჩავამაგროთ თვალი. მოვჭრათ ძაფი. აი შიგნით მხარეს ცოტა მუცელივით რო არის იმ მხარეს ჩაუყაროთ დაიზნახი და ესე გამოვიტანოთ მეგობრებო. აი ასე. ერთი ორგანაც გამოვატაროთ. მოვჭრათ ძაფით, ჩვენი თმის სამაგრი მზად არის. ეხლა რაფერი ძაფითაც გინდათ მეგობრებო, მე ისევ ამ ფოსფორისფერი ძალიან ლამაზია, თან შავთმებზე ძალიან ლამაზად ანათებს. ამით გავაკეთებ. გინდა აბადოკივით გავუკეთეთ, გინდა კუდი გავუკეთეთ, მე კუდს გავუკეთებ ალბათ. გავაკეთოთ დაახლოებით 60 ჰაეროვანი თვალი. 1 2, მაგრამ ჯერ მოდი 30 გავაკეთოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20. თუ თქვენ აბადოკისთვის გინდათ მეგობრებო, აბადოკის კრეთვა შეგიძლიათ უფრო მეტი ჰაეროვანი თვალი გააკეთოთ. 21 22 23 24 25 26 27 28 29 30. მოდი მეც აბადოკი რო გავაკეთო. მოდი 40 გავაკეთოთ. 31 32 33 34 35 36 37 38 39 და 40. ეხლა მეგობრებო, ეს ჩვენ გიკინები შუა თვალზე, ესე მეორეც აი ასე. თვალი გამოვიტანოთ, ჩავამაგროთ. ესეც ასე. ისე 40 ჰაეროვანი თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ და დავამთავროთ მეგობრებო. ესე გავუკეთე მესტმები მეგობრებო, ესე. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ეხლა უნდა მოგხსოვოთ ჩვენი ტუფლიკები. აი ასეთი ლამაზი ტუფლები უნდა მოგხსოვოთ. აიზნახს მეგობრებო, ყოველთვის ვიძახი. 2 და 20 წაშლილი აქვს უკან ნექსოვისგან. ტანსაცმელზე მე ყოველთვის ხმარობ 2 და 20, 2 და 25, ხოლო ტანზე ყოველთვის ხმარობ, როცა კოტონის ძაფით ვქსოვ, 2 ნომერ აიზნახს. ძაფის მარკა მეგობრებო ნამდვილად არ მახსოვს ნომერი, ჯენს იარნია მგონი თუ არა ვცდები. დავიწყოთ. მოგხსოვოთ 8 ჰაეროვანი თვალი. ვაკეთებთ თვალს. 1 2 3 4 5 6 7 და 8. 8 ჰაეროვანი თვალი მოგხსოვოთ. მეორე თვლიდან 6 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. ბოლო თვალში მეგობრებო, ერთ თვალში 3 თვალი მოგხსოვოთ. 1 თვალი მოგხსოვეთ ერთ თვალში, ისევე იმ ნასვრეთში მეორე თვალი, ისევე იმ ნასვრეთში მესამე თვალი. 5 თვალი მოგხსოვოთ. მეორე მხარეს ვტრიალდებით მეგობრებო. 1 2 3 4
და 5 ბოლო თვალში ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. აი ასე. მარკერით ჩაამაგრეთ და მეორე რიგს ვიწყებთ. მეორე რიგზე ერთი ნამატი უნდა გავაკეთოთ. ხუთი თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 3 ნამატი უნდა მოგსოვოთ. 3 თვალში 3 ნამატი. პირველ თვალში ვაკეთებთ ნამატს, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. მეორე თვალში ვაკეთებთ ნამატს და მესამე თვალში ვაკეთებთ ნამატს. შემოვტრიალდით ახლა მეგობრებო, 5 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 2 ნამატი. ორ თვალში თითო ნამატი. პირველ თვალში ვაკეთებთ ნამატს. მეორე თვალში ვაკეთებთ ნამატს. სულ გამოგვივიდა 22 თვალი. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე ერთი ჰაეროვანი თვალი მოგსოვოთ. 1 ნამატი. 5 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგსოვოთ. ეხლა მეგობრებო, ერთი ჰაეროვანი თვალი და ერთი ნამატი სამჯერ უნდა გავიმეოროთ. ერთი ჰაეროვანი თვალი, ერთი ნამატი ერთხელ გავაკეთეთ. ერთი ჰაეროვანი თვალი და ერთი ნამატი ორჯერ გავაკეთეთ. ერთი ჰაეროვანი თვალი და ნამატი მესამედ გავაკეთეთ. შემდეგ 5 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგსოვოთ. ისევ მეგობრებო, ერთი თვალი და ნამატი უნდა მოგსოვოთ ორჯერ. ერთ თვალი მოგსოვეთ, მეორე თვალში ნამატი ერთხელ, ერთი ჰაეროვანი თვალი და მეორე თვალში ნამატი, ესეც ორჯერ. სულ გამოგვივიდა 28 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 2 თვალი მოგსოვოთ. ერთი ნამატი მოგსოვოთ. 5 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5. სამჯერ უნდა გავიმეოროთ 2 თვალი და ნამატი. 2 თვალი მოგსოვოთ, ხოლო მესამე თვალში ნამატი ერთხელ გავაკეთეთ უკვე. 2 თვალი მოგსოვოთ, 1 2, ხოლო მესამე თვალში ნამატი ორჯერ გავაკეთეთ. 2 თვალი მოგსოვოთ, ხოლო მესამე თვალში ნამატი სამჯერ გავაკეთეთ. შემდეგ უნდა მოგსოვოთ 5 ჰაეროვანი თვალი. 1 2 3 4 და 5. 2 თვალი და ნამატი მოგსოვოთ ორჯერ. 1 2 და მესამე თვალში ნამატი ერთხელ გავაკეთეთ. 1 2 მესამე თვალში ნამატი მეორეთიც გავაკეთეთ. სულ გამოგვივიდა
34 თვალი. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 3 თვალი მოვგზავნოთ. 1, 2 და 3. 1 თვალი ნამატი. 3 თვალი და ნამატი გავაკეთოთ. 5 თვალი მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4 და 5. 3 თვალი და ნამატი სამჯერ უნდა გავაკეთოთ. 1, 2, 3, მეოთხე თვალში ნამატი ერთხელ გავაკეთეთ. 1, 2, 3, მეოთხე თვალში ნამატი მეორეთი გავაკეთეთ. 1, 2, 3, მეოთხე თვალში ნამატი მესამეთი გავაკეთეთ. 5 თვალი მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4, 5. 3 თვალი და ნამატი მოვგზავნოთ. 1, ორჯერ. 2, 3, მეოთხე თვალში ნამატი ერთხელ გავაკეთეთ. 1, 2, 3, მეოთხე თვალში ნამატი ორჯერ გავაკეთეთ. სულ გამოგვივიდა მეგობრებო 40 თვალი. გადავდივართ მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე 40 ბლო უნდა მოვგზავნოთ. უკანა თვლები, ანუ ორი მხარე ხო არის, წინა მხარე და უკანა მხარე. უკანა თვლები უნდა მოვგზავნოთ. 40 თვალი უკანა ფრთები. აი ასე. 2, 3 მოგხსოვეთ დამოუკიდებლად ასე მეგობრებო უკანა ფრთები რიგის ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 40 თვალი ბლუ თვლები, მეგობრებო, ეხლა მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 3 რიგი, ჩვეულებრივად ორივე თვლები, 3 რიგი 40 თვალი მოგხსოვთ. მოგხსოვთ 3 რიგი 40 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 3 რიგი 40 თვალი. გადავდივართ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე 8 თვალი უნდა მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 8 თვალი მოვგზავნოთ. 8 თვალი უნდა ჩავაკლოთ, მაგრამ მეგობრებო, ეხლა 8 თვალი როგორ მოდის? აი ესე სწორე გავასწოროთ, ზოგის თვლები უკან რჩება ხოლმე, ზოგის თვლები არასწორად მოდის. ეხლა 8 თვალის ჩაკრება მოგვიწევს, ასე იგი 16 თვალი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16. მოღრეცილი გამოვა. ამიტომ 8 აქეთ, 4 იქით, 4 აქეთ უნდა ჩავაგდოთ. 1, 2, 3, 4. ამიტომ მე უნდა მოვგზავნო 10 თვალი, მეგობრებო. მაგრამ ოფიციალურად ავტორს 8 თვალი უწერია. 10 თვალი მოვგზავნეთ. 8 თვალი ჩავაგდოთ. 1 თვალი ჩავაგდოთ. 2 თვალი ჩავაგდოთ. 3 თვალი ჩავაგდოთ. 4 თვალი ჩავაგდოთ. 5 თვალი ჩავაგდოთ. 6 თვალი ჩავაგდოთ. 7 თვალი ჩავაგდოთ და მერვე თვალი.
ავტორს მეგობრებო 16 თვალი უწერია შემდეგ, მაგრამ რადგან მე იმ 8 თვალს 2 თვალი დავამატე, ასე იგი 14 თვალს ვგსოვთ აქეთ მხარეს. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 14. სულ გამოგვივიდა 32 თვალი. გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11 რიგზე უნდა მოვგსოვოთ 9 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოვგსოვოთ. 5 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 3 4 და 5. ბოლოში დაგვრჩა. ნახოთ აბა რამდენი დაგვრჩა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 თვალი დაგვრჩა ბოლოში მეგობრებო. სულ გამოგვივიდა 27 თვალი. ეხლა მე-12 რიგზე ვართ. მე-12 რიგზე მეგობრებო მეტობისა და დაკლებების გარეშე 27 თვალი მოვგსოვოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო. ეხლა აქ ძაფი უნდა მოვჭრათ. მოვჭრიდოთ ეს ძაფი. გავაკეთოთ თვალი. დამთავრებიდან 2 4 6 8 10 12 14 შუაში 4 თვალი უნდა დაგვრჩეს. 2 3 4 გავაკეთოთ თვალი. ამოვიღოთ თვალი და 23 თვალი მოვგსოვოთ. ეს ერთი ჩავამაგრეთ. ისევ ამ ნასვრეთშივე ერთი თვალი ამოვიყვანოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ეხლა მეგობრებო ეს ბოლოს თვალში ესე რომ მოგთხოვთ და კიბესავით გამოდის. ესე რომ არ გამოგვივიდეს, ეხლა უყურით ამოგვაქვს თვალი და გვერდზევე შიგვე მესამე თვალში გამოგვაქვს აი ასე. აი შეხედეთ რა ლამაზად გამოვიდა.
ბოლოში უნდა დაგვრჩეს 23 თვალს ვგზავთ, ბოლოში უნდა დაგვრჩეს 4 თვალი. ერთი, ორი, 4, კიდე 3 თვალი მოგზავნოთ. ოთხი თვალი. ვაკეთებთ ერთ ჰაეროვან თვალს და უკანა თვალში, მეგობრებო, შეხედეთ, უკანა თვალში უყრით გამოგვაქვს თვალი, ამოგვაქვს მაღლა ვწერთ და ამ ორივე თვალს ერთად ვგზავნთ. ისევ უკანა შემდეგ ნასურეთში უყრით გამოგვაქვს თვალი, ორივე თვალს ერთად ვგზავნთ. რიგის ბოლომდე ესე უკანა თვალში უყრით, ორი თვალი გვაქვს, ორი ერთად. ცოტა თავხნად მოგსოვეთ, მეგობრებო, თვალი. ყველა ნასურეთში შემდეგ თვალში ასე ვაკეთებთ. შემდეგ თვალში უყრით, გამოგვაქვს თვალი, ორი ერთად. შემდეგ ნასურეთში უყრით, რიგის ბოლომდე ესე ჩავიდეთ და მოვწყვიტოთ ძაფი. მეგობრებო, ეხლა ავიღოთ თეთრი ძაფი, გავაკეთოთ თვალი, უკანა მხარეს დასაწყისში ბლოები რომ მოგზოვეთ, იმის ადგილზე ხედავთ კიდევაც ფლოზე, გავაკეთოთ თვალი, ჩაუყაროთ ესე, ძირი მაღლა იყურება, ჩემო კარგებო, გამოგვაქვს თვალი, ერთი თვალი ამოგვაქვს და შემდეგ თვალში უყრით და გაცურვას ვაკეთებთ. უყრით თვალში, გამოგვაქვს თვალი, ვაცურებთ ესე. რიგის ბოლომდე აი ასე მოვხსოვოთ, ვაცურებთ. გამოგვაქვს თვალი, ვაცურებთ. გამოგვაქვს თვალი, ვაცურებთ. გამოგვაქვს თვალი, ვაცურებთ. გამოგვაქვს თვალი, რიგის ბოლომდე ასე გავაკეთოთ. მოვჭით, მოვწყვიტოთ ძაფი, მეგობრებო, და ძაფით ესე ლამაზად ჩავამაგროთ. ძაფით და ნებსით. მოვჭრათ ძაფი, ბოლოღა დაგვრჩა და მოვჭით მგონი ჩვენი თოჯინის მოგსოვა, ესეც ჩვენი ტუფლიკი. ეხლა ისევ თეთრ ძაფზე ვართ, მეგობრებო. 18 ჰაეროვანი თვალი უნდა გავაკეთოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17 და 18. მესამე თვლიდან, მეგობრებო, მოკლედ ტრაპეზი უნდა გავაკეთოთ. ვაკეთებთ ნამაც, უყრით თვალში, გამოგვაქვს თვალი, 3 თვალი გვაქვს. ეს სამივე ერთად მოგსოვოთ. ვაკეთებთ თვალს, უყრით თვალში, სამივე გამოგვაქვს ერთად. ვაკეთებთ ნამაც, უყრით თვალში, სამივე ერთად გამოგვაქვს.
ასე მოგხსოვოთ მეგობრებო რიგის ბოლომდე ჩვენ ტუფლიკებზე ესე დავაკეროთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია კარგად ხსნით, თუ რამეს ვერ ვიგებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, შენიშვნა მომცეთ, მე თქვენ შენიშვნებს, მოთხოვნებს ყოველთვის გავითვალისწინებ მეგობრებო. დიდი მადლობა.